საღამო მშვიდობის თბილისის დროით ზუსტად 7 საათი ეთერში აპოსტების მთავარი საინფორმაციო გამოშვება. მე ანა აშორდია ვარ, ახალ ამბებში ნახავთ. ევროპარლამენტის შემდეგ ევროსაბჭო და ერთი კვირის შუალედით მიღებული იდენტური შინაარსის რეზოლუციები. რა მიზანი აქვს ცილის წამებაზე აგებულ დოკუმენტებს და როგორია ქართული ოცნების პასუხი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმაზე. 40 მილიონიანი ინვესტიცია, გაზრდილი ტვირთბრუნვა და საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობების გაძლიერება. ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის განვითარების მეორე ფაზა დაიწყო. რას ითვალისწინებს პროექტი? ბრძოლა სიძულვილის ენის წინააღმდეგ და ახალი სამმართველოს მიერ გამოვლენილი კიდევ რამდენიმე კანონდარღვევა. საჯარო შეურაცხყოფის ფაქტებზე დღეს კიდევ 3 პირს ჯარიმა დაეკისრა. ლეიკემიის მქონე პაციენტების დისკრედიტაცია და დაცინვის თემად ქცეული ადამიანების ტრაგედია. იუმორისტულ გადაცემაში გასულ სკეჩს საზოგადოების უმწვავესი რეაქცია მოჰყვა. რით იმართლებენ თავს გადაცემის ავტორები? საქართველოში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმზეა. რა ფაქტორებმა განაპირობა შრომის ბაზარზე არსებული პოზიტიური ტენდენციები და რა წერია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში. დეტალები რამდენიმე წუთში. მილიონიანი ინვესტიცია, გაზრდილი ტვირთბრუნვა და საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობების გაძლიერება. ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის განვითარების მეორე ფაზა დაიწყო. პროექტი ახალი ნავსადგომის მშენებლობას, მისასვლელი არხის დაღმავებას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და საპორტო ინფრასტრუქტურის გაფართოებას ითვალისწინებს. მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ქვეყნის ეკონომიკას დადებით შემოსავლებს მოუტანს. მშენებლობის დაწყების საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდა მთავრობის მეთაური. გაიმართა სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონიალიც. დეტალებს ნუცა კოროშინაძე გიამბობთ. სიმბოლური კაფსულა ჩაშვებულია ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის მეორე ფაზის მშენებლობა იწყება. პროექტი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული ინიციატივაა, რომელიც ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალის გაძლიერებას ემსახურება. მეორე ფაზა მნიშვნელოვნად გაზრდის ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის შესაძლებლობებს. ხელშეუწყობს ტვირთბრუნვის ზრდას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საერთაშორისო სატრანზიტო დერეფნებში საქართველოს პოზიციებს კიდევ უფრო განამტკიცებს. ეს პროექტი საერთო მიზნის გარშემო აერთიანებს სახელმწიფოს, ქართულ ბიზნესს და ამერიკულ ფინანსურ ინსტიტუტებს. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების ფინანსურ კორპორაციას. ეს პროექტი არის კიდევ ერთი ნათელი დასტური იმისა, რომ ნდობასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ, მდგრადი განვითარების მიზნებზე ორიენტირებულ თანამშრომლობას ყოველთვის ხელშესახები შედეგები მოაქვს. ამავდროულად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ გარემოებას, რომ ამ მასშტაბური ჩანაფიქრის ინიციატორი და განმახორციელებელი ქართული კომპანია. ეს-ჯგუფის წარმატება აჩვენებს, რომ ადგილობრივ ბიზნესს აქვს კომპეტენცია და ყველა რესურსი, რომ ადგილობრივ ბიზნესს რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განახორციელოს ისეთი მასშტაბური პროექტები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მომავალს ქმნის. ბოლო წლებში შუა დერეფანი ევროპასა და აზიას შორის ერთ-ერთ ყველაზე საიმედო და კონკურენტუნარიან მარშრუტად ჩამოყალიბდა. ამ პროცესში ჩვენ უკვე აღარ ვართ მხოლოდ გეოგრაფიული ხიდი, საქართველო იქცა მძლავრ ეკონომიკურ და ლოგისტიკურ ჰაბად, რომელიც ქმნის დამატებით ღირებულებას საერთაშორისო სავაჭრო ბრუნვისთვის. მიმდინარე წლის პირველი 5 თვის განმავლობაში შუა დერეფნით გადაზიდული ტვირთების მოცულობა 21%-ით. საქართველოს ნავსადგურებში შემოსული გემების ტონაჟი კი 19%-ით გაიზარდა. ზრდა ფიქსირდება პრაქტიკულად ყველა ძირითადი მიმართულებით, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი ქვეყნის მზარდ როლს რეგიონულ, ისევე როგორც საერთაშორისო ლოგისტიკაში. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დამატებით 40 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიციას, რომელიც საგრძნობლად გაზრდის ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის შესაძლებლობებს. მეორე ფაზის დასრულების შემდეგ ნავსადგურის გამტარუნარიანობა 3 მილიონ ტონას მიაღწევს. გაიზრდება ოპერაციების ეფექტიანობა. დაჩქარდება ტვირთების დამუშავება, რაც დადებითად აისახება საქართველოს რეგიონალურ კონკურენტუნარიანობას.
პროექტი საერთო მიზნის გარშემო აერთიანებს სახელმწიფოს, ქართულ ბიზნესს და ამერიკულ ფინანსურ ინსტიტუტებს. მეორე ფაზის საინვესტიციო ღირებულება 40 მილიონ ამერიკულ დოლარამდეა, საიდანაც 25 მილიონ დოლარს DFC გამოყოფს. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, შეერთებული შტატები წლების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერია, რაც მომავალშიც გაგრძელდება. ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი შეერთებული შტატებისა და საქართველოს გრძელვადიანი პარტნიორობის ისტორიაში, რომელიც უკვე 3 წლეულზე მეტ სითვლის წლების განმავლობაში ქართველები და ამერიკელები მხარდამხარ მუშაობთ უკეთესი მომავლისა და ორივე ქვეყნის კეთილდღეობისთვის. ამ თანამშრომლობამ საგრძნობლად გააძლიერა საქართველოს შესაძლებლობა დაიცვას საკუთარი საზღვრების, სასაზღვრო გამტარი პუნქტებისა და პორტების გაუმჯობესების, თავდაცვის უნარიანობის განვითარებისა და სანაპირო დაცვის სამსახურის ჩამოყალიბების გზით. სამხრეთ კავკასიის უფრო ფართო კონტექსტში კი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ისტორიულ სამშვიდობო შეთანხმება სტაბილურობა მოაქვს მთელი რეგიონისთვის. ისეთ ინიციატივებს, როგორიცაა ტრიპი, საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის ტრამპის მარშრუტი, შეუძლია კიდევ უფრო განამტკიცოს რეგიონული კავშირები, ინფრასტრუქტურული ხარვეზების აღმოფხვრის, საქონლისა და მომსახურების ეფექტური გადაადგილების, ხელშეწყობისა და ახალი ტექნოლოგიებისა თუ გამოცდილების მოზიდვის გზით. ამ ფარგლებში ჩვენ შეგვიძლია გავაძლიეროთ დერეფნის ქვეყნების ეკონომიკა და ამავდროულად განვამტკიცოთ რეგიონული სტაბილურობა. ფოთის პორტი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური და წარმატებული ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც ქვეყნის პროგრესისა და წინსვლის სიმბოლოდ გვევლინება. 2022 წელს ამ მოდერნიზებული პორტის გახსნის დღიდან მან არსებითი როლი შეასრულა საქართველოს ეკონომიკის ტრანსფორმაციასა და ევროპასა თუ ცენტრალურ აზიას შორის მზარდი სავაჭრო ბრუნვის მომსახურებაში. დღეს კი, როდესაც ტრანსკასპიური დერეფნის მასშტაბით ვაჭრობა მუდმივად იზრდება, ჩვენ საფუძველს ვუყრით პორტის შემდგომ გაფართოებას. ეს პროექტი მას მისცემს შესაძლებლობას ღირსეულად უპასუხოს თანამედროვე გამოწვევებსა და მიიღოს უფრო დიდი ზომის გემები, გაატაროს მნიშვნელოვნად მეტი ტვირთი და სრულად გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი. DFC არის ამერიკის მთავრობის საინვესტიციო ერთეული. ის უზრუნველყოფს გლობალური მიწოდების ჯაჭვს, მუშაობს კერძო სექტორთან გრძელვადიანი ინვესტირების ფარგლებში. პრიორიტეტად ისახავს ინფრასტრუქტურას და ლოგისტიკას, რადგან ეს წარმოადგენს მყარი ეკონომიკის საფუძველს. ეს პროექტი აგრძელებს იმ არაჩვეულებრივ ისტორიას, რომელიც უკავშირდება საქართველოს ეკონომიკურ ზრდას. პროექტის კიდევ ერთი კონტრიბუტორი Pace International-ია. Pace ჯგუფის პრეზიდენტი იოსებ დოლიძემ მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებისთვის ახალი ტერმინალის მნიშვნელობაზე საუბრობს. ტერმინალი საქართველოში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, თურქმენეთში და უზბეკეთში წარმოებული მინერალური სასუქების ტრანსპორტირებას მოემსახურება. ახალი ტერმინალი მოემსახურება აზერბაიჯანში, ყაზახეთში, თურქმენეთში, უზბეკეთში და საქართველოში წარმოებული მინერალური სასუქების ტრანსპორტირებას. რაც ძალზედ მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი რეგიონისათვის, ისე მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებისთვის. საერთო ჯამში ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური 3-დან 5 მილიონ ტონა ტვირთამდე დაამუშავებს. ნავსადგურის სიღრმე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იძლევა საშუალებას მივიღოთ ჰენდიმაქსის ტიპის გემები, რაც ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. ამჟამად Pace ჯგუფი წარმოადგენს რეგიონში უმსხვილეს სატრანსპორტო კომპანიას, რომლის მფლობელობაშია ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური და აერთიანებს საზღვაო სააგენტოს, საბროკეროს, ლოჯისტიკურ, საკონტეინერო და ნავმისადგომების ოპერატორ კომპანიებს. დასაქმებულია 1000-ზე მეტი ადამიანი. მეორე ფაზა ნავსადგურის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან გაფართოებას ითვალისწინებს. აშენდება 250 მეტრიანი და 13 მეტრიანი სიღრმის ახალი ნავმისადგომი. გაღრმავდება მისასვლელი წყლის აუზი, დამონტაჟდება თანამედროვე გემში ჩამტვირთველი მოწყობილობა და მოეწყობა 700 მეტრიანი საკონვეირო სისტემა, რომელიც კარბამიდის არსებულ საწყობს ახალ ნავმისადგომთან დააკავშირებს. ამერიკული სახელმწიფოს ფინანსური ფონდი ახორციელებს 25 მილიონი დოლარის ინვესტიციას და ჯამში ასე ვთქვათ ქართულ კომპანიასთან ერთად, Pace Group-თან ერთად ჯამში გამოდის 40 მილიონი დოლარი და უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონში აღნიშნული ინვესტიცია არის ასე ვთქვათ საზღვაო ინფრასტრუქტურაში და ზოგადად ინფრასტრუქტურულ პროექტებში DFC-ის მხრიდან უმსხვილესი ინვესტიცია.
ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის პირველი ფაზის საინვესტიციო ღირებულებამ 93 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, საიდანაც 50 მილიონი DFC-ს დაფინანსებაა. პროექტის პირველ ეტაპზე შეიქმნა თანამედროვე საპორტო ინფრასტრუქტურა, რომლის წლიური გამტარუნარიანობა 2 მილიონ ტონას აღწევს. ნავსადგურში ამ ეტაპზე 360 ადამიანია დასაქმებული. შეტევა ქართულ სახელმწიფოსა და ქართულ ეკლესიაზე. ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციებში ხელისუფლების შემაშფოთებელ ტენდენციებს და საოკუპაციო პოლიტიკასთან მსგავსებას ხედავს. პარლამენტის თავმჯდომარისთვის დემოკრატიის პრინციპების უხეში დარღვევა ევრობიუროკრატიის მხრიდან მითითება იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობის განსაზღვრის უფლება არა ქართველ ხალხს, არამედ მათ აქვთ. კიდევ ერთი სახიფათო პრეცედენტი, რაც ქართულმა ოცნებამ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ამოიკითხა, საქართველოს ეკლესიაზე პირველი ღია თავდასხმა, რაც შეურაცხყოფს მილიონობით ადამიანის რელიგიურ გრძნობებს. ოფიციალური თბილისი ევროპულ ინსტიტუტებს მოუწოდებს შეწყვეტონ საქართველოს მიმართ მტრული რიტორიკა და აღიარონ ქვეყნის სუვერენიტეტი. დეტალებით სოსოელისაშვილი. საქართველოს სუვერენიტეტის და ეროვნული დამოუკიდებლობის პრინციპების უხეში დარღვევა, ასე აფასებს ევროპარლამენტის რეზოლუციას შალვა პაპუაშვილი. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით აღნიშნული დოკუმენტით ევრობიუროკრატებმა წითელი ხაზები გადაკვეთეს და საქართველოს სახელმწიფოებრიობის იდეას შეურაცხყოფა მიაყენეს. ნაცმოძრაობის პარტნიორის რასა იუკნევიჩიანის მიერ შემუშავებული რეზოლუცია საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის თქმით დემოკრატიული ინტერესების პარალელურად ეკლესიასაც უპირისპირდება და ესხმის თავს, რაც სახელმწიფოებრიობის იდეაზე შეტევაა. რასა იუკნევიჩიანის მიერ მომზადებული ანგარიშით ევროპარლამენტმა ფაქტობრივად განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობის განსაზღვრის უფლება არა ქართულ ხალხს, არამედ ბრიუსელის პოლიტიკურ ბიუროკრატიას ეკუთვნის. რომ სწორედ მას შეუძლია გადაწყვიტოს, ვინ უნდა მართავდეს საქართველოს და რომელი ხელისუფლებაა მისთვის მისაღები. ეს წარმოადგენს დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების უარყოფას. ანგარიში ეკლესიის მოხსენიება რუსული რელიგიური ქსელებისა და გავლენის ოპერაციების კონტექსტში წარმოადგენს ოფიციალური ევროპული ინსტიტუტის მხრიდან საქართველოს ეკლესიაზე პირველ ღია თავდასხმას და შეურაცხყოფას აყენებს მილიონობით მორწმუნის რელიგიურ გრძნობებს. ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და ქართულ ეკლესიაზე ერთდროული შეტევა არსებითად არის შეტევა საქართველოს სახელმწიფოებრიობის იდეას. ჩვენთვის პრინციპულია, რომ ევროკომისია თავშივე გაემიჯნოს ევროპარლამენტის მხრიდან ქართულ ეკლესიაზე ამგვარ უხეშ თავდასხმას. ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირის ბიუროკრატიას ქმედითი ნაბიჯები აქვს გადასადგმელი საქართველოსთან დიალოგის აღსადგენად. ამისთვის აუცილებელია შეწყდეს ქართველი ხალხისა და საქართველოს ეკლესიის მიმართ მტრული რიტორიკა, დასრულდეს დეზინფორმაცია საქართველოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ, სრულად იქნეს აღიარებული საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტი და განუხრელად იქნეს დაცული საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები. ნაცმოძრაობის ნარატივი და რეზოლუციის შინაარსი თანხვედრაშია. პარტიაში დოკუმენტის მიღებას მიესალმებიან და ამბობენ, რომ აღნიშნული ანგარიში სამომავლოდ სანქციების დაწესების საფუძველი შესაძლოა გახდეს. ამ რეზოლუციამ კიდევ ერთხელ ანახა ის, რაზეც წლებია საუბრობთ ჩვენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ბოლო წლების განმავლობაში უკვე ძალიან აქტიურად საუბრობენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ეს რეზოლუციაც იქნება ძალიან მყარი საფუძველი მათ შორის ახალი და შემდეგი სანქციებისთვის. საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ რეზოლუციას მიესალმებიან გიორგი გახარიას გუნდშიც. პარტიაში ამტკიცებენ, თითქოს ქვეყანაში დემოკრატიული უკუსლაა, რაც დოკუმენტებშიც აისახა. სხვადასხვა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში არის დემოკრატიული უკუსლა, უბრალოდ არ არსებობს და ვერც იარსებობს. დოკუმენტს, რომელიც თავისი შინაარსით მიკერძოებულია და არაერთ ტყუილსა და უზუსტობას მოიცავს, ქვეყნისთვის არავითარი ფასი არ აქვს, ასეთია პრემიერ-მინისტრის პოზიცია. ირაკლი კობახიძის შეფასებით, მსგავსი რეზოლუციების შემუშავების მოტივაციის შესახებ საზოგადოება ინფორმირებულია. ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, თქვენ იცით, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ისევ როგორც ევროპარლამენტში და ეს ყველაფერი აისახება ხოლმე შესაბამის დოკუმენტებზე. თქვენ ძალიან მარტივად შეგიძლიათ წაიგითხოთ ამ რეზოლუციის ტექსტი და ნახავთ, რომ არის უამრავი ტყუილი, უამრავი უზუსტობა. თავი რო დავანებობთ იმას, რომ არის აბსოლუტურად პოლიტიკურად მიკერძოებული თავის შინაარსით ეს დოკუმენტი. ხომ არავითარი ფასი არ აქვს ასეთ დოკუმენტებს ჩვენი ქვეყნისთვის, არავითარი ფასი არ აქვს ქართული საზოგადოებისთვის, ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად ისწავლა ასეთი დოკუმენტების შეფასება, იცის ძალიან კარგად რა დგას ამ ყველაფრის უკან ქართულმა საზოგადოებამ.
ქართულ ოცნებაში უსვამენ ხაზს, რომ მსგავსი რეზოლუციების მიზანს ქვეყნის და ავტორიტეტული ინსტიტუციების დაზიანება წარმოადგენს, როგორც მმართველ გუნდში განმარტავენ, მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული ევრობიუროკრატები თავს საქართველოს მეგობრებად მოიხსენიებენ, რეალურად ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებებს ახორციელებენ და შანტაჟით არიან დაკავებული. ვერ ეგუებიან, ვერ პატიობენ ქართულ ხალხს სწრაფას დამოუკიდებლობისკენ, სწრაფას სუვერენიტეტისკენ, შვიდობისკენ და საკუთარი ეროვნული ინტერესების წინა პლანზე და პირველ ასპექტში წამოწევისკენ. მათთვის ეს ყველაფერი არის მიუღებელი. ცალფეხზე მდგომი ქართველი არის ის იდეალური მოცემულობა, რაც სამწუხაროდ ხედავთ, რომ სურთ ევრობიუროკრატებს. მათთვის მიუღებელია გამართული სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია საკუთარი თავის, საკუთარი სუვერენიტეტის, საკუთარი საზოგადოების დაცვა. მათთვის მიუღებელია ასევე ყველა დანარჩენი ეკლესიიდან დაწყებული სხვა ნებისმიერ საზოგადოებრივ ინსტიტუტით დამთავრებული, რომელსაც რაიმე რეპუტაცია, რაიმე სახელი აქვს ქვეყანაში და რომელსაც აქვს წვლილი შეტანილი და შეაქვს წვლილი სახელმწიფოს განვითარებაში. მეგობარი, შენ არ გიკიჟინებს ყოველდღიურად რაღაც დესტაბილიზაციისკენ, არ გაშანტაჟებს სხვადასხვა ბერკეტით, არ გემუქრება რეზოლუციებით. მეგობარი არის იმის მეგობარი, რომ დაგიჯდეს დიალოგის მაგიდასთან და თუნდაც ყველაზე რთული საკითხები კონსტრუქციულად გამოსავალი მოიძებნოს. ხალხის ძალაში განმარტავენ, რომ ევროპარლამენტის ქმედებების მიზეზი საქართველოს გადაწყვეტილებაა ევრობიუროკრატების სურვილების ნაცვლად ეროვნული ინტერესები გაატაროს. ევროპარლამენტმა მას შემდეგ დაიწყო ესეთი უსამართლო და დეზინფორმაციური რეზოლუციების მიღება, როდესაც საქართველო არ დათანხმდა ევროკავშირის და ცალკეული ევროპული ქვეყნების ინტერესების დაცვას ნაცვლად საკუთარი ეროვნული ინტერესებისაც. რამდენიმე ასეთ რეზოლუცია მიღებული და ქართული საზოგადოება უკვე შეეჩვია იმას, რომ ევროპარლამენტში უსამართლოდ იქცევიან საქართველოს მიმართ. ალბათ ევროპარლამენტს მოუწევს გარკვეული ძალისხმევის გაწევა იმისათვის, რომ დაიბრუნოს ის ნდობა და რეპუტაცია, რაც მანამდე ჰქონდა ქართულ საზოგადოებაში. საქართველოს შესახებ რეზოლუცია რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტმა სააკაშვილის მეგობრისა და ნაცმოძრაობის მოკავშირე ევროდეპუტატის რასა იუკნევიჩიანის მომზადებული ანგარიშის საფუძველზე მიიღო. ევროპარლამენტის შემდეგ ევროსაბჭო და ერთი კვირის შუალედით მიღებული იდენტური შინაარსის რეზოლუცია. საქართველოს საწინააღმდეგო მორიგი დოკუმენტით ევრობიუროკრატია კვლავ უგულვებელყოფს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ქართველი ხალხის ნებას. სწორედ ასე ხედავს ქართული ოცნება ცილის წამებაზე აგებულ მორიგ დოკუმენტს, რომლითაც კვლავ მოთხოვნილია მსჯავრდებული ოპოზიციონერების გათავისუფლება და სუვერენიტეტის დაცვის მიზნით მიღებული კანონების გაუქმება. ევროპული ინსტიტუტების მხრიდან ზეწოლის მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია ოფიციალური თბილისისთვის, რომელიც კიდევ ერთხელ მკაფიოდ განმარტავს, რომ საქართველოს სუვერენიტეტის დათმობას არ აპირებს, მსგავს რეზოლუციებს კი ქართველი ხალხისთვის არავითარი პოლიტიკური წონა არ აქვს. ქეთი მამრიკიშვილი გიამბობთ. ბრალდებები ფაქტებისა და არგუმენტების გარეშე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია იმეორებს წინა დოკუმენტების შინაარსს და კვლავ ისმის ბრალდებები დემოკრატიის უკუსლასა და განსხვავებული აზრის ჩახშობის შესახებ. უცვლელია მოთხოვნებით სუვერენული პარლამენტის მიერ მიღებული კანონების გაუქმება და მსჯავრდებული პირების გათავისუფლება. ანგარიშის ავტორები ოპოზიციის მოკავშირე პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები არიან, რომლებმაც თანამოაზრეებთან ერთად დოკუმენტში წარდგენილი ბრალდებები ასამბლეაზე მართულ დებატებზეც გააჟღერეს. ისმოდა მუქარა სანქციებით თავდასხმა ქართულ მედია საშუალებებზე, ასევე ხელისუფლებისა და ხალხის გაყოფის მცდელობა. ბოლო რეზოლუციის მიღების შემდეგ დემოკრატიული უკუსლა გაგრძელდა და ინოვაციები განიცადა, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და განსხვავებული ხმების მიმართ რეპრესიები. ასამბლეის არც ერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ იქნა განხორციელებული. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მათი ხელმძღვანელობის ასევე დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმდინარე თავდასხმები უნდა დასრულდეს. ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა და გრანტების შესახებ კანონი, რომლებიც საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოების არსებობას, ვერ გაუმჯობესდება და უნდა გაუქმდეს. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ მიზნობრივი სანქციების დასაწესებლად იმ პირების წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია ამ დემოკრატიულ კოლაფსზე. არასოდეს უნდა აურიოთ ერთმანეთში საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი.
ასამბლეაზე ანგარიში და მათი ავტორები კოლეგა დეპუტატებმა გააკრიტიკეს. ნაწილი თვლის, რომ დოკუმენტი არ არის დაბალანსებული და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას ემსახურება. დაისვა კითხვაც, რატომ არის დემოკრატიისთვის საფრთხე პოლიტიკურად აქტიური ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობა. გარდა ამისა, დეპუტატთა ნაწილმა ისაუბრა ქართულ მხარესთან დიალოგის აუცილებლობაზე. უნდა შევინარჩუნოთ დიალოგის გაგრძელების შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებასა და ევროსაბჭოს შორის. ეს მნიშვნელოვანი გზაა პრობლემების გადასაჭრელად ისე, რომ არ გაღრმავდეს დაპირისპირება და წახალისდეს კონსტრუქციულ თანამშრომლობასთან დაბრუნება. ამასთან, ჩვენი პასუხისმგებლობა მხოლოდ შეშფოთების გამოხატვით არ მთავრდება. რჩება განცდა, რომ რეალურად ვცდილობთ ჩავერიოთ სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში. ეს ანგარიში მხოლოდ ქვეყანაში კანონის უზენაესობის უზრუნველყოფისკენ არ მოუწოდებს. იგი ასევე ეხება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც დემოკრატიულად არჩეულმა ხელისუფლებამ მიიღო, აყენებს მათ ეჭვქვეშ და მათი გაუქმებისკენ მოუწოდებს. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია უცხოური გავლენის შესახებ კანონის კონტექსტში. ამასთან დაკავშირებით ჩნდება ერთი მარტივი კითხვა, რატომ უნდა წარმოადგენდეს დემოკრატიისთვის საფრთხეს პოლიტიკურად აქტიური ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობა. საუბარია საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენაზე. თუ თქვენ ცდილობთ საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენას, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, საიდან მოდის თქვენი დაფინანსება, იქნება ეს პოლიტიკური პარტია, ლობისტური ორგანიზაცია თუ არა სამთავრობო ორგანიზაცია. ანგარიში ინიცირებული იყო შესწორებებით, სადაც გამოთქმულია შეშფოთება ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობისა და ჯანმრთელობის გაუარესების გამო და მოთხოვნილია მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა. ასევე რუსეთისთვის სანქციების გვერდისავლის შესაძლო სქემებში საქართველოს როლზე, რომელიც არაერთხელ გაქარწყლებულა თვითონ ევროსტრუქტურების მიერ. მმართველი გუნდისთვის ანგარიშის შინაარსი და ასევე შესწორებები ერთ-ერთ შემთხვევა ოპოზიციის ნარატივს, რომლებიც კენჭისყრამდე სტრასბურგში საგანგებო მისიით ჩავიდნენ შესაბამისად. სახელისუფლებო გუნდი ოპონენტების ანტისახელმწიფოებრივ დღის წესრიგზე მიუთითებს. ისინი არიან დაკავებული საბოტაჟით, ეს არის ჩვეულებრივი უცხოური აგენტურა, ეს ეხება პარტიებს, ეს ეხება ეგრეთ წოდებულ NGO-ებს, ისინი ჩასული იყვნენ საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობის მხარდასაჭერად. ეს აჩვენებს, რა თქმა უნდა, მათ ბუნებას, ისინი პასუხისმგებლობას იღებენ, იზიარებენ, რა თქმა უნდა, იმ სამარცხვინო დოკუმენტზე, რომელიც დამტკიცდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. სახელისუფლებო გუნდში დოკუმენტს საქართველოს სუვერენიტეტზე თავდასხმა დაფასებენ და ავტორების მიგერძოებაზე მიუთითებენ. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ დეზინფორმაციებზე აგებულ დოკუმენტებს საზოგადოებისთვის ფასი არ აქვს. ევროსაბჭოს სადამთავრებო დოკუმენტებთან შეუთავსებელი არის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ეს რეზოლუცია. ვინაიდან პირველი, რასაც ის არღოს, ეს არის ქვეყნების სუვერენიტეტს. ქართულ ხალხს ჩვენთვის მანდატი მოცემული აქვს ორი მთავარი ამოცანისთვის. ეს არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საქართველოს ხალხის კეთილდღეობის გაძლიერება და ამ ორ ამოცანას ვემსახურებით ჩვენ. რომელი ინსტიტუციაც ამ ორ ამოცანას ხელშეუწყობს, იმ ინსტიტუციას ვეთანამშრომლობთ. ეს არის ჩვეულებრივი სააკაშვილის მეგობრების ხმაური. უხეში ბრალდებებით და გაჟღერებული და ტყუილებით გაჟღერებული დოკუმენტი ხმაური, რომელიც რაღაც დაებედა, ასე ვთქვათ, დაგვაბედეს, რომ წელიწადში ორჯერ, სამჯერ ეს ხმაური უნდა გაიაროს და გადაიაროს ქვეყანამ. მაგრამ ამით არაფერი არ იცვლება, ქვეყანა აგრძელებს თავის განვითარებას, ძაღლიყებს, ქარავანი მიდის. სწორედ ორმაგი სტანდარტები, უსამართლო მიდგომები და უსაფუძვლო ბრალდებები გახდა მიზეზი იმისა, რომ ქართულმა მხარემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობა შეაჩერა. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ასამბლეაზე ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლობა მაშინ დაბრუნდება, როდესაც უსაფუძვლო თავდასხმები შეწყდება. ლეიკემიის მქონე პაციენტების დისკრედიტაცია და დაცინვის თემად ქცეული ადამიანების პირადი ტრაგედია. ასე ფასდება ერთ-ერთი იუმორისტულ გადაცემაში გასული სკეჩი, რომელსაც საზოგადოების უმწვავესი რეაქცია მოჰყვა. ონკოპაციენტი ბავშვების მშობლებისთვის მკურნალობის შედეგად დამდგარი ვიზუალური დაზიანებების სასაცილო წარმოჩენა მიუღებელი და შეურაცხმყოფელია. საზოგადოების მხრიდან მკაცრი რეაქციის შემდეგ თავის მართლებას სცადეს გადაცემის ავტორებმა და წამყვანებმა, თუმცა დაშვებული შეცდომის გააზრების ნაცვლად განცხადებაში ცილის წამებაზე აპელირებდნენ და სპონსორების დაცვას ცდილობდნენ. დეტალებით ანა შანიძე. რაპუნცელ, გადმომიგდე შენი თმა. ლეიკემია მაქვს.
ონკოპაციენტი ბავშვების მშობლებისა და ონკოპაციენტთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის ეს სკეჩი კატეგორიულად მიუღებელი და შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა. მშობლები გადაცემის ავტორებს შეცდომის გააზრებისა და ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებენ. სათემო ორგანიზაცია ონკოლაინ ჯორჯია კი ონკოლოგიური დაავადების მქონე ადამიანების ღირსების შელახვასა და მათ მიმართ საზოგადოებაში არსებული სტიგმის გაღრმავებაზე საუბრობს. ლეიკემიის მქონე პაციენტების დისკრედიტაცია, მკურნალობის პროცესში ქიმიოთერაპიის გვერდითი ეფექტის სასაცილო წარმოჩენა და ადამიანების პირადი ტრაგედიის შავ იუმორად გარდაქმნა უცენზურო და შეურაცხმყოფელია. მიუხედავად ჩვენი შვილების უმძიმესი დაავადებებისა და პირადი ტრაგედიებისა, იუმორი არ დაგვიკარგავს და ჩვენც გვეცინება ხარისხიან ხუმრობებზე. მდაბიო იუმორს გვერდს ვუვლით, თუმცა მსგავსი შეურაცხმყოფელი და მკურნალობის შედეგად დამდგარი ვიზუალური დაზიანებების სასაცილო წარმოჩენა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. გმობთ მსგავს დამცინავ და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებებს ჩვენი შვილების და თითოეული ონკოპაციენტის მიმართ და გადაცემის ავტორებსა და წამყვანებს, მათ შორის ბედსონ სპორტს, გიორგი კალატოს, ნიკა შევარდნაძეს და მათ კოლეგებს ვთხოვთ, გაიაზრონ და ბოდიში მოუხადონ ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ეს ისედაც მტკინვეული თემა შეურაცხყოფად აქციეს. თმის ცვენა ქიმიოთერაპიის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო და მძიმე გვერდითი მოვლენაა. ის არ არის ხუმრობის თემა. ეს იმ ადამიანების რეალობაა, რომლებიც სიცოცხლისთვის იბრძვიან. დაავადებაზე და მის ხილულ კვალზე სიცილი არ არის იუმორი. ეს არის ონკოლოგიური დაავადების მქონე ადამიანის ღირსების შელახვა და მათ მიმართ საზოგადოებაში არსებული სტიგმის გაღრმავება. ჩვენ არ ვართ იუმორის წინააღმდეგ. ჩვენი პაციენტებიც ხშირად სწორედ იუმორით უმკლავდებიან. ყველაზე მძიმე დღეებს, მაგრამ ღირსეული ხუმრობა და დაავადებული ადამიანის დაცინვა ერთი და იგივე არ არის. პირველი ეხმარება, მეორე აზიანებს. მოვუწოდებთ სიუჟეტის ავტორებსა და წამყვანებს, მათ შორის გიორგი კალატოზსა და ნიკა შევარდნაძეს. საჯაროდ მოიხადონ ბოდიში ყველა ონკოპაციენტის წინაშე და გაიაზრონ თავიანთი ნათქვამის რეალური ფასი. ასევე მოვუწოდებთ სიუჟეტის სპონსორებსა და პარტნიორებს, მათ შორის ბედსონ სპორტსა და TBC Bank. საჯაროდ განსაზღვრონ თავიანთი დამოკიდებულება მსგავსი შინაარსის მიმართ და გადახედონ რა ღირებულებებს უჭერენ მხარს თავიანთი დაფინანსებით. ეს არის ძალიან მტკივნეული, რომ აი ესეთ თემაზე იხუმროს ნებისმიერმა ადამიანმა. ჩემთვის პირადად როგორც ონკოლოგიურად დაავადებული ბავშვის მშობელი, ჩემთვის ეს იყო ძალიან მტკივნეული, რადგან ჩვენ ვიცით რამხელა შიშის, ტკივილის, ცრემლების დით გვიწევს ცხოვრება. დაშვებული შეცდომის გააზრების ნაცვლად საზოგადოებისა და მშობლების არასწორი აღქმების შესახებ საუბრობენ კრიტიკის ადრესატები. საზოგადოების მწვავე რეაქციების შემდეგ YouTuber ხოქტოპუსში აღნიშნავენ, რომ ეგრეთ წოდებული შავი ხუმრობის მიზანი ონკოპაციენტების დაცინვა არ ყოფილა და შეეცადნენ სენსიტიურ თემას იუმორით მიდგომოდნენ. გვინდა გამოვეხმაუროთ ჩვენი გადაცემა გაცოცხლებულიდან გაჟღერებულ ხუმრობას, სადაც იუმორისტულ თემებს აგზავნის მაყურებელი და ჩვენ იმპროვიზირებულად ვხუმრობთ. გვესმის, რომ ეს ხუმრობა ადამიანებისთვის შეიძლებოდა ყოფილიყო მტკივნეული და გვინდა ყველა ადამიანს, ვისაც ამ ხუმრობით ტკივილი მიადგა, ან ეწყინა ბოდიში მოვუხადოთ. ჩვენთვისაც ეს თემა სენსიტიურია, უბრალოდ ვცადეთ იუმორით შეგვეხედა ამ ყველაფრისთვის და სხვა განზრახვა მიზნად არ გვქონია. გავრცელებულ განცხადებაში ბოდიში არსად უთქვამს არაეთიკური ხუმრობის ავტორ გიორგი ქორიძეს. სკეჩის კიდევ ერთი მონაწილე გიორგი კალატოზი კი პროპაგანდას უწოდებს იმას, რაც საზოგადოებამ ვიდეორგოლით მოისმინა. მან არის გამოგონილ პერსონაჟზე გაპუნცელზე ხუმრობა და არა ბავშვებზე. შესაბამისად, ეს ხალხი არის შეცდომაში შეყვანილი პროპაგანდის მიერ. დამეტანი ხო არ მოვუძლიეთ უკვე, იმიტომ რომ ეგეთ რაღაც არ ყოფილა მაგ ვიდეოში, იყოს სხვა რაღაცაზე. თუ ვინმე რა თქმა უნდა რამე სტილი მიადგა მაგ ყველაფრით და თავის წოდებსო, მაგ ყველაფერს აუხსნე, ბოდისაც მოვიხდი, თუნდაც წოდებსო თავი, მაგის პრობლემაც არ მაქვს გასაკვირველია. არ შეიძლება ამ ხუმრობიდან ისე გამოყვანა, რომ მე დავცინი ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს. რასი გიჟია, რომ აქედან ეს დასკვნა გამოიტანო. მაგრამ აშკარად გამოჩნდა, რის გამოც დაიწყო ეს ყველაფერი. იმდენი კუდი მოაბეს, იქით აზარტული თამაშები ახსენეს, ძველი უწყინარი რაღაცეები ამოქეკეს. აბსოლუტურად გასაგები გახდა, რატომაც მოხდა ეს ყველაფერი. იქედან გამომდინარე, რომ ონკოპაციენტთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები და საზოგადოების ნაწილი სპონსორების პასუხისმგებლობის საკითხსაც აყენებს. დაუკავშირდით პროექტის სპონსორსაც. თუ შეიძლება
და მომწერეთ. კითხვა რომ მოგწეროთ? დიახ. ახლა არ მეტყვით რა პოზიცია გაქვთ? ანუ ჩვენ უნდა მომწეროთ დავფიქსდა და მე მოგიბრუნდებით, ხო გითხარ? კითხვაც გავუგზავნეთ, თუმცა TBC ბანკის პოზიცია ტელეკომპანიამდე ჯერჯერობით არ მოსულა. მსგავსი ხუმრობა, რომელიც დღეს მძიმე დაავადების სტიგმატიზებად შეფასდა აღნიშნული იუმორისტული გადაცემის მონაწილეებისგან, საზოგადოებას აქამდეც მოусმენია. როგორ აბაბოა? აი ლოგინად აჩვენე. იუმორი, რომელსაც გადაცემის ავტორები ზღაპრის გმირზე ხუმრობაც წარმოაჩენენ, ონკოპაციენტებისა და მათი ოჯახებისთვის მტკივნეულ თემად იქცა. იუმორისტებს დღეს არაერთმა ადამიანმა შეახსენა, რომ ჯანმრთელობის მძიმე დაავადებასა და ადამიანების პირად ტრაგედიაზე სიცილი დაუშვებელია. ბრძოლა სიზულვილისენის წინააღმდეგ და ახალი სამმართველოს მიერ გამოვლენილი კიდევ რამდენიმე კანონდარღვევა სასამართლოებში ადმინისტრაციული საქმეების განხილვები გრძელდება. სალომე ზურაბიშვილის, ვახო სანაიასა და ლალი მოროშკინას შეურაცხყოფის ფაქტებზე დღეს სამი პირი კანონდამრღვევად ცნეს და ფულადი ჯარიმა დააკისრეს. ამ დროისთვის სასამართლოებისთვის ჯამში 130-ზე მეტი საქმეა წარდგენილი. შინაგან საქმეთა სამინისტროში ახლად შექმნილი სამმართველოს მიზანი საჯარო სივრცეში ადამიანის ღირსების შემლახავი და აგრესიული კამპანიის აღკვეთა. ნანუკა წითელაშვილი დეტალებით. ბათუმის საქალაქო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის მიმართ სოციალურ ქსელში საჯაროდ მიყენებული შეურაცხყოფისთვის მალხაზ ბერიძე კანონდარღვევად ცნოდა 1000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. სხდომას ესწრებოდა თავად კანონდამრღვევი. მალხაზ ბერიძემ კომენტარის ავთენტურობა დაადასტურა. 3.500.000 ადამიანიდან 3.200.000 აგინებს. მე მივწერე შესაფერისად ვადა გასული და რაღაცა ასეთები. თურმე ვინაიდან მე სალომე ზურაბიშვილს რაღაცას ამდაგვარი მიმართე და დავწერე 1000 ლარი ჯარიმა. ბატონმა მალხაზმა განმარტა, რომ არ იცოდა თუ იყო სამართალდარღვევა, თუმცა ამ შემთხვევაში სასამართლომ სწორად შეაფასა წარმოქმნილი საქმის მასალები. არათავისუფლებდა პირის პასუხისმგებლობისგან ის გარემოება, რომ არ იცოდა სავარაუდო სამართალდარღვევის არსებობის შესახებ და ნიშნების შესახებ, თუმცა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მის მიმართ სახდელი სახით გამოყენებულიყო ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. დღესვე თბილისის საქალაქო სასამართლომ 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა ზურაბ ოსიღმაშვილს. მან სოციალურ ქსელში შეურაცხყოფელი კომენტარი ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ დაწერა. კანონდამრღვევად ცნეს კიდევ ერთი პირის სერგო მერაბიშვილს 1000 ლარიანი სანქცია ლალი მოროშკინას მიმართ ღირსების შემლახავი კომენტარის დაწერისთვის დაეკისრა. სამართლოს მიერ დაიწყო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, რომლის ფარგლებშიც მოძებული იქნა არაერთი მტკიცებულება, მათ შორის განხორციელდა აღნიშნული პოსტისა და პოსტის ქვეშ არსებული კომენტარის ფოტო და ვიდეო ფიქსაცია, დაიდენტიფიცირდა სავარაუდო სამართალდარღვევი და აღნიშნული საქმის მასალები გადაიქცანა სასამართლოში. სასამართლოს დადგენილებით აღნიშნული პიროვნება ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად და სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამმართველო მუშაობის დაწყებიდან დღემდე საქალაქო და სხვადასხვა ტიპის რაიონულ სასამართლოებში დაახლოებით 130-ზე მეტი საქმე წარმართა. თითოეული სამართალდარღვევა კი გამოვლენილი იყო მონიტორინგის შედეგად. ალექსანდრე დარახველიძის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება იმ შეურაცხყოფელ განცხადებებს ეთმობა, რომლებიც მიმართულია კონკრეტული პირის ღირსების შელახვისკენ. სამმართველომ მუშაობის დაწყებიდან დღემდე დაახლოებით 130-ზე მეტი საქმე წარმართა საქალაქო და სხვადასხვა ტიპის რაიონულ სასამართლოებში. თითოეული ქმედება გამოვლენილი იქნა მონიტორინგის შედეგად და აქცენტი კეთდება შეურაცხყოფელ განცხადებებზე, რომელიც მიმართული არის კონკრეტული ადამიანის ღირსების შელახვისკენ. მთავრობის მეთაურის განცხადებით, გარეძალები ქვეყანაში სიძულვილისა და აგრესიის გაღვივებას ცდილობენ. სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ფუნქცია კი სწორედ ამ პროცესების პრევენცია და შესაბამისი რეაგირებაა. სამმართველოს ფუნქცია, უმთავრესი ფუნქცია არის სწორედ ეს, რომ საქართველოში არ დაუშვას ხელოვნურად სიძულვილის თავსმოხვევა. ეს არ არის ქართული კულტურისთვის დამახასიათებელი მოვლენა, რაც არ არის ქართული კულტურისთვის დამახასიათებელი, თან არის აბსოლუტურად უარყოფითი მოვლენა და რაც შეგვიძლია აღკვეთოთ, რა თქმა უნდა, იმას სჭირდება შესაბამისი ნაბიჯების გადაფასება. მართველი გუნდის განცხადებით, სიძულვილი, რომელიც დღეს გარკვეულწილად პროევროპული ნარატივის სიმბოლოდ იქცა, რეალურად ერების დაქვემდებარების მექანიზმს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტოს ამოქმედებიდან 2 კვირის თავზე სოციალურ მედიაში ზიზღის გამოხატვის ფორმებმა რადიკალურად იკლო. სიძულვილი და სიძულვის წახალისება, რომელიც დღეს იქცა სიმბოლოდ პროევროპულობისა, სინამდვილეში არის ინსტრუმენტი
ერების დაქვემდებარების, ვინაიდან ეს პრინციპი, რომელიც ჯერ კიდევ ძველ რომში მოქმედებდა, ეს პრინციპი მოქმედებს დღესაც. გაყავი და იბატონი. აი ესე ყოფდნენ იმისთვის, რომ ებატონათ ჩვენზე. კონკრეტული საქმეებიც აჩვენებს, რომ პროცესი მიდის სწორი მიმართულებით. კონკრეტული ესეთი ზოგადი სტატისტიკა სოციალ მედიაშიც ესეც უკვე არის ცნობილი, რომ მნიშვნელოვნად არის შემცირებული სიძულვილის ენის გამოყენება სოციალ მედიებში. უკვე შედეგი სახეზეა, აი სულ ამ მცირე დროის მანძილზე შეიმჩნევა სოციალურ ქსელებში თავშეკავებული ლექსიკა. სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტმა მუშაობა რამდენიმე კვირაა დაიწყო. სასამართლოს წინაშე კი უკვე ათობით პირი წარსდგა, მათ შორის სახელისუფლებო გუნდის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლების საჯარო შეურაცხყოფისთვის. საქართველოში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმზეა. საქსტატის ოფიციალური მონაცემების გარდა ამას საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო ანგარიშიც ადასტურებს. თუმცა შრომის ბაზართან დაკავშირებით კვლავ რჩება გარკვეული გამოწვევები, მათ შორისაა კვალიფიციური კადრების დეფიციტი, რის საპასუხოდაც მთავრობას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა უკვე დაწყებული აქვს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, განათლების ახალი რეფორმა სწორედ შრომის ბაზრის მოთხოვნებთან დაახლოებას ემსახურება. დეტალებით საომე გობრონიძე. ისტორიულ ნიშნულს საქართველოში კიდევ ერთი მაკროეკონომიკური პარამეტრი აღწევს. უმუშევრობის დონე რეკორდულად დაბალია. მონაცემებს ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით საერთაშორისო სავალუტო ფონდი აქვეყნებს. ამ მიღწევასთან ერთად პუბლიკაციაში გამოყოფილია ის გამოწვევაც, რომელიც შრომით ბაზარზე არსებობს. კომპანიები სულ უფრო ხშირად ასახელებენ კვალიფიციური მუშახელისა და სამუშაო ძალის დეფიციტს ბიზნესის საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ შემოფერხებლო ფაქტორად. რა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით? საერთაშორისო სავალუტო ფონდის თქმით, მნიშვნელოვანია სასწავლო პროგრამების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან მეტად დაახლოვება, ასევე პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემის გაძლიერება. სწორედ ამ მიმართულებით უკვე აქტიურად მუშაობს საქართველოს მთავრობა. გამოწვევას ხელისუფლებამ განათლების კომპლექსური და მასშტაბური რეფორმა დაუპირისპირა, რომლის ფარგლებშიც სრულად არის შესწავლილი შრომითი ბაზარი და განსაზღვრულია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კონკრეტულ პროფესიებზე სტუდენტების მიღების კვოტები. თავარი ყველაფრისთვის არის ეკონომიკის ზრდა და თქვენ იცით, რომ ეკონომიკა სწრაფი ტემპით იზრდებოდა გასული 5 წლის განმავლობაში. ჩვენი ეკონომიკა დოლარში იყო 16 მილიარდი 2020 წელს და ახლა არის 39 მილიარდ დოლარზე მეტი. შესაბამისად, ბუნებრივია ეკონომიკის სწრაფი ზრდა იწვევს სხვადასხვა პარამეტრის გაუმჯობესებას, მათ შორის უმუშევრობის კუთხითაც დაბალი მაჩვენებელი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს მომავალშიც ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებასა და ამაზე მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს. ზოგადად როცა იმართება ხოლმე ბიზნეს ასოციაციის პრეზენტაციები, მათი კვლევების პრეზენტაციები, ისინი აცხადებენ, რომ ნომერ პირველი პრობლემა არის ზოგადად სამუშაო ძალის დეფიციტი და მეორე პრობლემა არის კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტი. აქ მთავარი გამოსავალი არის, რა თქმა უნდა, განათლების სისტემის გაუმჯობესება და თქვენ იცით, რომ სწორედ ამიტომ ერთ-ერთი მიზეზი, სწორედ დასაქმების სტრუქტურის შეცვლაც იყო, რატომაც ჩვენ გამოვედით განათლების კომპლექსური რეფორმის ინიციატივით. 2012 წელს საქართველოში ფიქსირდებოდა 452,000 უმუშევარი. აღნიშნული რიცხვი არის განახევრებული და აღნიშნული არის გამოწვეული იმ ეკონომიკური პოლიტიკით, რომელსაც ატარებს ქართული ოცნების ხელისუფლება, მთავრობა. აღნიშნული განსაკუთრებით დაჩქარდა უმუშევრობის დონის შემცირება ბოლო წლებში. პირდაპირ უცხოური ინვესტიციები და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები. ახალმა ინიციატივების განხორციელებამ ბოლო 5 წლის განმავლობაში ქვეყანაში მაღალ ეკონომიკურ ზრდას შეუწყო ხელი, რაც პირდაპირ უმუშევრობის ისტორიულ დაბალ მაჩვენებელზე აისახა. სამთავრობო გუნდში აცხადებენ, რომ მზარდი ტენდენციები მომდევნო წლებშიც შენარჩუნდება. ამ დინამიკის უფრო მეტად გასაუმჯობესებლად კი მთავრობა კონკრეტულ გეგმას მიყვება. საერთაშორისო ფონდმა დაადასტურა, რომ საქართველოს უმუშევრობა არის ისტორიულ მინიმუმზე. საერთაშორისო ფონდი აღნიშნავს იმ გამოწვევებს, რომელიც არის შრომის ბაზარზე, განსაკუთრებით ეხება ახალგაზრდების დასაქმების საკითხს და კვალიფიციური სამუშაო ძალის, კვალიფიციური სპეციალისტების საკითხს. მნიშვნელოვანია შრომის ბაზარს მიეწოს ადეკვატური კვალიფიკაციის სპეციალისტები. მუშაობთ ბევრ სეგმენტთან, ჩვენი საზოგადოების, გვაქვს მუდმივი კონტაქტი ბიზნესთან, ვანვითარებთ დასაქმების პროგრამებს, საკმაოდ საინტერესო პროგრამებს. რა თქმა უნდა, ჩართულები ვართ განათლების სამინისტროსთან ერთად მომზადება გადამზადების პროგრამების დახვეწაში, განვითარებაში და წინსვლაში.
მართველი გუნდის წევრები ასახელებენ იმ კონკრეტულ ქმედით ნაბიჯებსაც, რის შედეგადაც საქართველოში მაკროეკონომიკური პარამეტრები ყოველწლიურად უმჯობესდება. სამთავრობო ხელშემწყობი პროგრამები, მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, კერძო საკუთრების უფლება, ლიბერალური საგადასახადო რეჟიმი და რაც ყველაზე მთავარია, ბიზნესის თავისუფლება. მნიშვნელოვანი სიგნალია ინვესტორებისთვის. მეტი ინვესტორი მეტ სამუშაო ადგილს ნიშნავს, მეტი დასაქმებული კი ქვეყანაში უმუშევრობის დონის შემცირებას. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ეს შედეგები ქვეყანაში არსებული სტაბილური გარემოს დამსახურება ხელისუფლების სწორი თანმიმდევრული და სამშვიდობო პოლიტიკის შედეგია. როდესაც ჩვენ გვითხრევდნენ ესკალაციაში და უნდათ რომ საქართველოს ყოფილიყო დაპირისპირების ნაწილი, რომელშიც საკუთარი უგუნური ქმედებებით შეიყვანეს მთლიანად კონტინენტი, არ მოусმინეთ ბრიუსელს და ვიღებთ შედეგად იმას, რომ ჩვენთან უმუშევრობა არის ისტორიულ მინიმუმზე, სიღარიბის მაჩვენებელი არის ისტორიულ მინიმუმზე, ერთსულ მოსახლეზე მთლიანში პროდუქტი არის ისტორიულ მაქსიმუმზე. აი ეს არის დამოუკიდებელი სუვერენული პოლიტიკის შედეგი. გადის პერიოდი, ვისმენთ ზოგიერთ ბრალდებას ბრიუსელისგან, სხვა წერტილი მსოფლიოს წერტილიდან. მეორე მხრივ, აი სწორედ ეს ინდექსებია ის, რასაც აკეთებს საქართველოს ხელისუფლება. ზრუნავს ეკონომიკის განვითარებაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში საქართველოს მოქალაქეების ინტერესი არის არა სადღაც ლამაზი სიტყვები, ვიღაცისგან ლამაზი სიტყვების მოსმენა, არამედ ყველასთვის მნიშვნელოვანი არის ეკონომიკური განვითარება. საქართველოს გლობალური გამოწვევების ფონზე ინარჩუნებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას, რითიც ჩვენი ქვეყანა ლიდერია რეგიონში ევროკავშირის კანდიდატ და ევროპის ქვეყნებს შორის. ბიუროკრატიის ხარისხით საქართველოს მთავრობა მსოფლიოში 25 ადგილზე, ევროპის მასშტაბით კი საუკეთესო 20-ულშია. ჩვენი ქვეყნის პროგრესი მორიგ საერთაშორისო ანგარიშში აისახა. ჩენდრელის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში უპირობო ლიდერია, უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ასევე ევროკავშირისა და ნატოს წევრ 18 სახელმწიფოს. კვლევის საგანი იყო, რამდენად აქვს ბიუროკრატიას მართვის ძალა და გამოცდილება პოლიტიკაში მკვეთრი ცვლილებების განხორციელებისთვის. საქართველოს მორიგი საერთაშორისო აღიარების შესახებ მარიამ ნებიერიძე გიამბობთ. ჯანსაღი ბიუროკრატია და კეთილსინდისიერი მმართველობა სახელმწიფოს ინსტიტუციური სიმტკიცისა და მოქალაქეთა კეთილდღეობის უმნიშვნელოვანესი საფუძველია. სწორედ ეფექტიანი საჯარო ადმინისტრირება განსაზღვრავს, რამდენად სწრაფად, ხარისხიანად და თანმიმდევრულად შეძლებს ქვეყანა სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას. ჩენდლერის ინსტიტუტის 2026 წლის ანგარიშის მიხედვით, ამ მაჩვენებლით საქართველოს მსოფლიოში 25, ევროპაში მე-17 ადგილზე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კი უპირობო ლიდერია. ჩენდლერის ინსტიტუტის კარგი მთავრობის შეფასების ანგარიშის მიხედვით საქართველოს ბიუროკრატიის ხარისხი არის მსოფლიოში 25 პოზიციაზე და ევროპის საუკეთესო 20-ში. ევროკავშირის, ნატოს და შენგენის ზონის 18 სახელმწიფოზე წინ და პირველ ადგილზეა პოსტსაბჭოთა სივრცეში. საქართველოს გამორჩეულია კეთილსინდისიერი მმართველობით და ბუნებრივია ჯანსაღი ბიუროკრატია. კეთილსინდისიერი მმართველობა გავლენას ახდენს კეთილდღეობის დონის გაუმჯობესებაზე საქართველოში. ბიუროკრატიის ხარისხის მსოფლიო რეიტინგი ორ საერთაშორისო კვლევას ეფუძნება. შეფასება აერთიანებს სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უნარსა და ბიუროკრატიის ეფექტიანობას, მათ შორის სისტემის სტაბილურობასა და სერვისების შეუფერხებლად მუშაობას. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, აღნიშნული რეიტინგები ადასტურებს ქვეყნის ინსტიტუციური განვითარების პროგრესს და საჯარო მმართველობის რეფორმების ეფექტიანობას. ბევრი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, მათ შორის იმისათვის, რომ ბიზნესი სწრაფად კეთდებოდეს და ბიუროკრატია სათანადოდ მუშაობს საქართველოში, არ ქმნის მათ შორის ჭარ ბარიერებს, არც ბიზნესისთვის, არც მოქალაქეებისთვის და ამ კუთხით საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე მსოფლიოში და ეს აისახება, რა თქმა უნდა, შესაბამის საერთაშორისო რეიტინგებში. ბოლო წლების განმავლობაში უამრავი ქარტეხილი გამოიარა ჩვენმა სახელმწიფომ, ჩვენმა ქვეყანამ და საჯარო მოხელეებზე უნდა ითქვას, რომ არც ერთი წამით, არც ერთი წუთით, არც ერთი საჯარო სერვისი არ გაჩერებულა. მათ გამოავლინეს პროფესიონალიზმი და ჩვენს რასაკვირველია შესაბამისად ხელს შეუწყობთ საჯარო მოსამსახურებს. პარლამენტის თავმჯდომარისთვის გავლენიანი ინსტიტუტის კვლევის შედეგები იმის დასტურია, რომ ქვეყანა პროგრესს აღწევს მაშინ, როდესაც მმართველობა ემყარება ეროვნულ ინტერესებს, ეფექტიან გადაწყვეტილებებს და მოქალაქეთა რეალურ საჭიროებებს. ეს არის მათ შორის იმის შედეგი, რომ ჩვენ შევწყვიტეთ მავნე რეკომენდაციების გაზიარება, რომელიც სწორედ მმართველობის სისტემას ეფუძნებოდა. მათ შორის საპარლამენტო დონეზე, ახალი რეგლამენტით, მათ შორის აღმასრულებელ დონეზე და ეფექტიანობასთან ერთად
საქმიანობა ხელისუფლების გახდა მეტად გამჭვირვალე. სახელმწიფო ინსტიტუტები, მათში დასაქმებული ადამიანები არიან მაღალი პროფესიონალიზმის, მაღალი ცოდნის ადამიანები, მაღალი ეთიკის მათ შორის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ სწორი, ეფექტიანი როლის შესრულება სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის. ბიუროკრატიის ხარისხი მხოლოდ ქვეყნების ადმინისტრაციული სისტემის ეფექტიანობას არ ზომავს. ის აჩვენებს, რამდენად გამართულია სახელმწიფო აპარატი, რამდენად შეუძლია ხელისუფლებას საკუთარი პოლიტიკის აღსრულება და რამდენად სტაბილურად მუშაობს მმართველობის სისტემა. გენერალური აუდიტის მოხსენება პარლამენტში გიორგი გაბიტაშვილმა დეპუტატებს სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშში წარუდგინა. 295 გვერდიანი დოკუმენტი მოიცავს მონიტორინგის შედეგებს, წარმატებულ რეფორმებს და რეკომენდაციებს. სამსახურმა გასულ წელს 44 გეგმიური აუდიტი განახორციელა, სახელმწიფო უწყებებთან აქტიური მუშაობის შედეგად კი ქვეყნის საერთო ბიუჯეტის თითქმის სრული 95%-ის კონტროლი უზრუნველყო. უწყების მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბიუჯეტში მილიონობით ლარის დაზოგვა და მობილიზება მოხერხდა. ნინო საულქვაძე გიამბობთ. გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით აუდიტის სამსახურმა გასულ წელს 44 გეგმიური შემოწმება დაასრულა. უწყებამ 28 მილიარდ ლარზე მეტი მოცულობის საბიუჯეტო სახსრები შეისწავლა, რითაც ქვეყნის ფინანსური რესურსების მაქსიმალური დაფარვა უზრუნველყო. შედეგად გამოვლინდა 36.5 მილიონი ლარის პროცედურული ხარვეზები, რაც ძირითადად საბიუჯეტო რესურსების ოპტიმალური მართვის საჭიროებას უკავშირდება და მხოლოდ შიდა ადმინისტრაციულ ხარჯებს ეხება. გენერალური აუდიტორის განმარტებით უწყების საქმიანობის მთავარ მიღწევად სწორედ პრევენციული ზომები და ფინანსების უკან დაბრუნება დასახელდა. გაცემული რეკომენდაციებით ბიუჯეტი უკვე მობილიზდა და დაიზოგა 11.8 მილიონი ლარი. სატენდერო ხარვეზების დროული აღმოჩენის წყალობით უწყებამ ადრეულ ეტაპზე შეაჩერა 9 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების შესყიდვები, რითაც თავიდან იქნა აცილებული საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანი ხარჯვა. საანგარიშო პერიოდში ჩატარებული ფინანსური აუდიტების ფარგლებში გამოვლენილი გარემოებები აჩვენებს, რომ საჯარო სექტორში ფინანსური აღრიცხვა ანგარიშგების პროცესი გამოწვევებით ხასიათდება, რაც ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელების საჭიროებაზე მიუთითებს. 2025 წელს ჩავატარეთ 3 უწყებათა შორის შესაბამისობის აუდიტი, რომლის ფარგლებშიც შესწავლილი იქნა საჯარო უწყებების ადმინისტრაციული ხარჯები სახელმწიფოს ყველა დონეზე. აუდიტის სამსახურის კიდევ ერთი სტრატეგიული მიმართულებაა სახელმწიფო საწარმოების აუდიტი. სამსახურის გაცხადებული მიზანი სტრატეგიის პერიოდში განახორციელოს 20 მსხვილი სახელმწიფო საწარმოს აუდიტი. მხოლოდ 2025 წელს სამსახურმა ჩაატარა 7 სახელმწიფო საწარმოს ინდივიდუალური შესაბამისობის აუდიტი, 3 სისტემური შესაბამისობის და 1 ეფექტიანობის აუდიტი სახელმწიფო საწარმოებში. პოზიტიური დინამიკა რეკომენდაციების შესრულების კუთხითაც ბოლო 5 წელში გაცემული რეკომენდაციების 79% უკვე წარმატებით არის შესრულებული, ხოლო ცენტრალური ხელისუფლების დონეზე მაჩვენებელი 61%-მდე გაიზარდა. ფინანსური დისციპლინის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით პარლამენტმა მხარი დაუჭირა აუდიტის სამსახურის მანდატის გაფართოებას, რაც რეგიონებსა და სახელმწიფო კომპანიებში ფულის ხარჯვის კონტროლს ბევრად უფრო ეფექტიანს გახდეს. კანონის უზენაესობის ფარგლებში უწყებამ სამართალდამცავ ორგანოებთან კოორდინაციით პროკურატურაში 17 მასალა გადააგზავნა, სადაც სამუშაო პროცესში დაშვებული ხარვეზების დეტალური შესწავლა მიმდინარეობს. 4 საკითხი დაერთო. უკვე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს, 13 შემთხვევაში დაიწყო გამოძიება ახალ სისხლის სამართლის საქმეზე. პროკურატურაში გადაგზავნილი მასალები თანხმობრივ გამოხატულებაში შეადგენს 80 მილიონ ლარს. გამოწვევად რჩება მუნიციპალიტეტებზე გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა, სადაც მხოლოდ რეკომენდაციების 36%-ია სრულად შესრულებული, ნაწილობრივ შესრულებულია 53%, მიმდინარეა 6, ხოლო შეუსრულებელია 15%. სისტემური რეკომენდაციების შესრულება საბიუჯეტო ორგანიზაციების მხრიდან მეტ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა მათი დანერგვით მიღებული სარგებელი გაცილებით მაღალია. ამ პერიოდში სამსახურმა გასცა 1300-ზე მეტი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, საიდანაც სრულად შესრულებულია 54%. ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ეს მაჩვენებელი შედარებით მაღალია და 66% შეადგენს. შესრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ფინანსური აუდიტის ფარგლებში გაცემულ რეკომენდაციებს 61%, ხოლო ყველაზე დაბალი ეფექტიანობის აუდიტის რეკომენდაციებს 30%. ანგარიშის განხილვა პარლამენტში პოლიტიკური დებატების ფონზე წარიმართა. ოპოზიციამ ანგარიშის განხილვისას აქცენტის გადატანა გიორგი გაბიტაშვილის სანქცირების საკითხზე სცადა. მმართველ პარტიაში კოლეგებს დოკუმენტის შინაარსზე კონცენტრირებისკენ მოუწოდეს და აღნიშნეს, რომ წარმოდგენილი რეფორმები პირდაპირ პასუხობს ქვეყნის ინტერესებს, ხოლო გენერალურ აუდიტორს პარლამენტის სრული ნდობა აქვს. კრიტიკას თავად გიორგი გაბიტაშვილმაც უპასუხა და განმარტა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებები მის პროფესიულ საქმიანობაზე გავლენას ვერ მოახდენს, რაც შეეხება რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე დასმულ კითხვებს. გაბიტაშვილმა განმარტა, რომ აუდიტის სამსახურს დაკითხვის სამართლებრივი ბერკეტი არ გააჩნია.
3200-ზე მეტი რეკომენდაცია გაქვთ გაცემული და მხოლოდ 59% ფაქტიურად ნახევარი არის შესრულებული. თქვენს მიერ გაცემული რეკომენდაციების აღსრულება უბრალოდ არ ხდება. და მაინტერესებს რა როლი აქვს თქვენს ინსტიტუტს? ზოგადად აუდიტის სამსახური იცით რომ რეკომენდაციებს გასცემს და აღსრულების მექანიზმი არის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მხარდაჭერა ამ რეკომენდაციების შესრულების პროცესში. აუდიტის სამსახური ვერ დაიბარებს რომელიმე გამგებელს და ვერ დაუწყებს კითხვების დასმას, თორე ესეთ უფლებამოსილება არ აქვს. თორე კითხვების დასმა მე ძალიან კარგად ვიცი წინა პროფესიიდან გამომდინარე. ცენტრალურ ხელისუფლებაში შესრულება არის 61, მაგრამ დააკვირდით მე რა სამობს. დანარჩენი არის მიმდინარეობს შესრულება და არის ნაწილობრივ შესრულებული რაღაც შესრულდა და რაღაც არის დასამთავრებელი. შეუსრულებელი არის 5%. წერილები გავაგზავნეთ ყველა მინისტრს და მთავრობას რომ ეს 5%-იც უნდა შესრულდეს. მოდი შემნაირ რაღაცებს რო ხსნი, მაგრამ რაც მოვისმინე შტაბ-ეჭვლებამ რჩება რომ ამ თემაში რბილად რო ვთქვა ჩახედული არ გზანდები. აუდიტის სამსახური დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ორგანიზაცია. სოფლიო ბანკმა და აზიის განვითარების ბანკმა თხოვა აუდიტი გაუკეთოს მათ შესრულებებს საქართველოში. მეტი აღიარება რა უნდა იყოს? თქვენ ხართ სანქცირებული, ორგზის სანქცირებული ესტონეთის და დიდი ბრიტანეთის მხრიდან. ძალიან სამწუხაროა, რომ თქვენ ამას პრობლემად არ თვლით. ეს სანქციები არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და სტრასბურგის სასამართლოც კი არ მიიჩნევს ამას არც სამართლებრივ და არც ფაქტობრივ მტკიცებულებად. აპელირებთ ქალბატონო თამარ ესტონეთის და დიდი ბრიტანეთის სანქციები და ამაში პრობლემას ვერ ხედავთ და გიდასტურებთ მთელი საპარლამენტო უმრავლესობა რომ ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავთ. ხა ესტონეთი თქვენთვის თუ მაგალითია ლაშას დალაღაძეს რომ დაასანქცირებენ, მე მგონი სასაცილო მდგომარეობაში ჩაიყენეს თავით. ბრიტანეთი როდესაც გვაბრალებს რომ კამიტით მოწამლეთ ჩვენი მოქალაქეები და იმედი და პოზიტივი თურმე ხელს უწყობენ უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფას, ეხლა თქვენ თვითონ გადაწყვეტეთ ეს სასაცილო ჩავთვალოთ თუ პრობლემურად ჩავთვალოთ. ჩვენ სასაცილო თვლით ამ ყველაფერს. ვიც დღეს საქართველოში დგას უსამართლო სანქციების მხარეს, ის სინამდვილეში დგას ქვეყნის სუვერენიტეტის მოშლის მხარეს. და არც ადამიანურად, არც სამართლებრივად, არც პოლიტიკურად, რა თქმა უნდა, ეს პოზიცია მომგებიანი არ იქნება. დღესვე წარდგენილი ანგარიში საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა დეტალურად განიხილა და დოკუმენტს მხარი დაუჭირა. კომიტეტის წევრებმა უწყების მუშაობა დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ აუდიტის სამსახურის გაძლიერება ქვეყანაში ფინანსურ დისციპლინას კიდევ უფრო ამაღლებს. 99 მომხრე არც ერთი წინააღმდეგი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღეს. მთავრობის მიერ წარდგენილი კანონპროექტის თანახმად ჯარიმები უფრო დიფერენცირებული ხდება. დაბალი და საშუალო სიჩქარის გადაჭარბებაზე ფულადი სანქციები განახევრდება, თუმცა სიჩქარის მაღალ გადაჭარბებაზე და სხვა მაღალი რისკის შემცველ შემთხვევებზე მკაცრი მიდგომები შენერჩუნდება. ინიციატივის მიზანი მოქალაქეებისთვის ფინანსური ტვირთის შემსუბუქება და ამავდროულად საგზაო უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის შენარჩუნება. 15-დან 30 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბებისათვის იქნება ყველაზე მინიმალური ჯარიმა 50 ლარის ოდენობით იმისათვის რომ ჩვენს მოქალაქეებზე ნაკლები ფინანსური ტვირთი კონდეს მსგავსი ტიპის ჯარიმებს. თუმცა ისეთი ტიპის გადასტომებზე, სადაც მაღალია დაშვებულ სიჩქარეზე გადაჭარბების შემთხვევები, მაგალითად 30-დან 50 კმ/სთ-მდე გადაჭარბების შემთხვევებზე გამოყენებული იქნება 100 ლარიანი ჯარიმა, ხოლო 50 კმ/სთ და მეტი გადაჭარბების შემთხვევაში 300 ლარის ოდენობით ჯარიმა. პარლამენტმა დღესვე მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ ცვლილებათა პაკეტს, რომელიც საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესების გამკაცრებას ითვალისწინებს, ფიქციურ ქორწინებებსა და სასწავლო ვიზების არამიზნობრივ გამოყენებაზე კონტროლი წესდება, ცვლილებები თანამედროვე მიგრაციულ გამოწვევებს პასუხობს და უზრუნველყოფს უცხოელთა საქართველოში ყოფნის რეგულაციების უფრო ეფექტიან გამჭვირვალე და უსაფრთხო სისტემის ჩამოყალიბებას. მიგრაციის დეპარტამენტს ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილება მიენიჭება. ცვლილებები შეეხება სასწავლო ბინადრობებთან დაკავშირებულ კონკრეტულ რეგულაციებს, ასევე მუდმივი ბინადრობა, რაც გაიცემა საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების შემთხვევაში, აქაც სერიოზული ცვლილებებია და დასჯადი გახდა ფიქციური ქორწინება საქართველოს მოქალაქესთან იმის გამო, რომ თუ მათ სურს რომ მოიპოვოს ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლება, ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებები შეეხო მჟავრდებულებს, უცხოელ მჟავრდებულებს, ვინც საქართველოს პენტენციურ სისტემაში სასჯელს იხდიან, შეიქმნა სამართლის
სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ უცხოელის მიერ კონკრეტული სასჯელის მოხდის შემდგომ მას შეუმსუბუქდეს სასჯელი და შეეცვალოს დარჩენილი საპატირო სასჯელი უფრო მსუბუქი სახის სასჯელით, ქვეყნიდან გაძევებით და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვით. აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვნად გააძლიერებს სახელმწიფო ინსტიტუტების შესაძლებლობას ეფექტურად ებრძოლოს არალეგალურ მიგრაციას, უკანონო მიგრაციას. რუმინეთსა და მოლდოვის გაერთიანებასთან დაკავშირებით რუმინეთში ოფიციალური პროცესი დაიწყო. მაია სანდუს განცხადებიდან რამდენიმე თვეში შესაბამისი კანონპროექტი დეპუტატთა პალატამ დაამტკიცა და სენატს გადაუგზავნა. უარი სახელმწიფოებრიობაზე და სუვერენიტეტზე ასე ფასდება ოფიციალურ თბილისში მოლდოვის რუმინეთთან შესაძლო გაერთიანება. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ოფიციალური კიშინოვის სახელმწიფოს გაუქმებას ევროკავშირში გაწევრიანების სანაცვლოდ დათანხმდა. ეს მინიმუმ აბსოლუტურად გაუგებარია, როდესაც გამოდიან ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები მოლდოვაში და პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ სანდარია ხვალვე დათმონ საკუთარი სუვერენიტეტი, ეს არის მინიმუმ გაუგებარი და ზოგადად ეს აჩვენებს აგენტურის დამოკიდებულებას საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის მიმართ. თქვენიცით იგივე დამოკიდებულება აქვს ქართულ აგენტურას, საქართველოში ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას წოდებულ პარტიებს, რომლებიც სინამდვილეში არის აგენტურა. ამ აგენტურასაც იგივე დამოკიდებულება აქვს. ისინი ნებისმიერ დროს ადარიან ხელი მოაწერონ საქართველოს სუვერენიტეტის თუნდაც ფორმალურად დათმობაზე. ჩვენ იმას ვჩიოდითო სამწუხაროდ ზოგიერთი ბრიუსელში ევროინტეგრაციას უყურებს როგორც სუვერენიტეტის შეზღუდვას და თურმე სუვერენიტეტის შეზღუდვა კი არა, საერთოდ სახელმწიფოს გაუქმებაზე მიდგა საქმე მოლდოვის შემთხვევაში. მოლდოვის ხელისუფლებას არაფრად მიაჩნია საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ფაქტობრივად აღიარებენ 35 წელი, აბა რას აშენებდნენ, რა ქვეყანას აშენებდნენ, რა სახელმწიფოებრიობას ქმნიდნენ, როდესაც ეხლა ამბობენ, რომ არანაირი მნიშვნელობა სახელმწიფოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას მათთვის ორჩანს არ ქონია. ჩვენ სხვა მდგომარეობაში ვართ, ჩვენ 1000-ლოვანი სახელმწიფო, უწყვეტი სახელმწიფოებრივი ისტორია გვაქვს და ჩვენ ეხლა ასეთი დამოკიდებულება ქართულს ვერც კი დაესიზმრება, რომ იფიქროს, რომ შეუძლია საკუთარი სახელმწიფო გააუქმოს რაღაც ევროპული იდეის გამო. ეს აჩვენებს, რომ მოლდოვას როგორც ჩანს არ აქვს იმედი, რომ სერიოზული განზრახვები დგას ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით. მოლდოვას, რომელსაც ხედავთ, დემონსტრაციულად აცხადებენ რამის სანიმუშო მოწაფედ ევროინტეგრაციის პროცესში. 25 ივნისი მეზღვაური საერთაშორისო დღეა. დღევანდელი დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ბათუმში 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება, რომელსაც მთავრობის მეთაური და პრეზიდენტი დაესწრება. გაიმართება კურსანტების საზეიმო მარში და მეზღვაურების დაჯილდოების ცერემონია. მთელი დღის მანძილზე საქართველოს ზღვისპირა ქალაქში საზეიმო ღონისძიება იმართება. საზღვაო აკადემიის კურსანტებმა კი ქალაქში ტრადიციული მსვლელობა გამართეს და იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკეს. დღეს მეზღვაური საერთაშორისო დღეა. მთელი დღის განმავლობაში ბათუმში მიმდინარეობს სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები. ამ წუთებში ერასმოედაზე სალიო და ბენდი მართავენ კონცერტს. 25 ივნისის კულმინაცია იქნება ოფიციალური ნაწილი და მეზღვაურთა და გამოჩენილი 8 წლის მქონე ადამიანების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია, ასევე კურსანტების ფიცის დადების ცერემონია, რომელიც საღამოს 9 ნახევარზე დაიწყება და პირდაპირ ეთერში გადაიცემა ეროვნული მაუწყებლობის მიერ. მასშტაბური სპეცოპერაცია თბილისსა და რეგიონებში დაკავებულია ნარკოდანაშაულში ბრალდებული 20 პირი, ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი, ალფა პვპ, გამომშრალი მარიხუანა. ბრალდებულთა ნაწილი სპეციალურად მოწყობილ სათბურებში ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებას ახდენდა. საქმეში დევს დანაშაულის ამსახველი ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერები. დანაშაული 20 წლამდე ანუვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დეტალებით ლევან წუწუნავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა შენახვის, ასევე რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 20 პირი თბილისში, გურიაში, აჭარასა და კახეთში დააკავეს. გამოძიებით ირკვევა, რომ ბრალდებულები ჯგუფურად წინასწარი შეთანხმებით მოქმედებდნენ და აკრძალულ ნივთიერებებს მოქალაქეებზე სხვადასხვა მეთოდით ყიდდნენ. პოლიცია მოსამართლის განჩინების საფუძველზე ერთ-ერთი ბრალდებულისგან რამდენჯერმე შეისყიდა ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერები საქმის ერთ-ერთი მტკიცებულებაა.
ერთ-ერთი პირი პოლიციამ თბილისში ჯუმბერ ლეჟავას ქუჩაზე დააკავა. 1997 წელს დაბადებულ მამაკაცს პირადი ჩხრეკისას 20 შეკვრად დაფასოებული მარიხუანა აღმოაჩნდა. ასევე მის მიერ მითითებული ლოკაციებიდან პოლიციამ დამატებით 13 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო. დაკავებულმა გამოძიებასთან სრულად ითანამშრომლა. დასრულებულია გამოძიებაც და სასამართლოდ ეს პროცესში დავასრულეთ. ესეთი რაჩემი გაგითხათ, რომ არის რომ უბრალოდ გავხადეთ ყველა მტკიცებულები და საპროცესო შეთანხმებით დავასრულეთ საქმე, იმიტომ რომ აღიარა და ითანამშრომლა მაქსიმალურად გამოძიებასთან. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულთა შორის აზერბაიჯანის ორი მოქალაქეა. სამართალდამცველება ნივთმტკიცებად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი ამოიღეს. აღკვეთის ღონისძიებად სასამართლომ მათ პატიმრობა შეუფარდა. ორივე პირი დუმილის უფლებას იყენებს. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, ბრალი დაუყენეს და უკვე მოსამართლე პატიმრობა შეუფარდა. მათი პოზიცია ისეთია, რომ მე კომენტარს ამასთან დაკავშირებით და დაწვრილებით ვითარებაზე და გარემოებებზე საქმის ვერ ვისაუბრებ. გამოძიებით დგინდება ისიც, რომ ბრალდებულთა ნაწილი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებას ახდენდა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გაეროს საჯარო სერვისების 2026 წლის ფორუმი დასრულდა. 3 დღის განმავლობაში მონაწილეები საჯარო სერვისების ეფექტიანობის, ინოვაციების, ციფრული ტრანსფორმაციისა და მოქალაქეებზე ორიენტირებული მმართველობის საკითხებზე მსჯელობდნენ. გაიმართა პანელური დისკუსიები და მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრები. საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებას მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნიდან 500-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა. ფორუმის განსაკუთრებული სტუმარი გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე იყო. ღონისძიების მონაწილეებმა საქართველოს წარმატებულ გამოცდილებას უსვეს ხაზი და საჯარო სექტორში განხორციელებული რეფორმების საერთაშორისო დონეზე ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითად შეაფასეს. მარიამ რატიანი გიამბობთ. საქართველოს მორიგი აღიარება საერთაშორისო ასპარეზზე, ორმხრივი შეხვედრები და ადამიანზე ორიენტირებული სახელმწიფო სერვისები. გაეროს საჯარო სერვისების ფორუმი დასრულდა. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესა და მსოფლიოს 100 ქვეყნის 500-ზე მეტ დელეგატს 3 დღის განმავლობაში მასპინძლობდა. ფორუმის შედეგები დასკვნითი სიტყვით პაატა სალიამ და ლიჯინ ჰუანმა შეაჯამეს. გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ იუსტიციის მინისტრს მადლობა გადაუხადა და სახელმწიფოს განვითარებაში საჯარო მოხელეების როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ფორუმის განმავლობაში ჩვენ გამოვიკვლიეთ კრიტიკული საყრდენები, მდგრადი და მგრძნობიარე ინსტიტუტების ჩართულობა, ინოვაცია, მონაწილეობა, ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალეობა და ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანზე კონცენტრირებული მთავრობის მმართველობა. 2030 წლის გზას ვუყურებ და მის შემდეგ უნდა გამოვიყენოთ ტემპი, რაც თბილისში გავაკეთეთ. ჩვენ ბიძგი უნდა მივცეთ ინოვაციას და კრეატიულობის მხარდაჭერას, ყური დავუგდოთ საჯარო მოხელეებს, მოქალაქეებს და ბოლოს მინდა გამოვხატო მადლიერება მასპინძლების მინისტრ სალიას და იუსტიციის სამინისტროს მიმართ. აღნიშნულმა ფორუმმა კიდევ ერთხელ ნათლა დაჩვენა თუ რამდენად მოწინავე ქვეყანაა საქართველოს საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობისა და განხორციელებული რეფორმების თვალსაზრისით. ასე შეაფასა განვლილი 3 დღე იუსტიციის მინისტრმა და აღნიშნა, რომ 100 ქვეყნის წარმომადგენლებმა ჩვენი ქვეყნისგან არაერთი სასარგებლო გამოცდილება გაიზიარეს. საქართველოს ამ მიმართულების საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის, კომფორტულობის, ინოვაციის თვალსაზრისით არის ერთ-ერთი მოწინავე მსოფლიოში და ძალიან ბევრ ქვეყანას აინტერესებდა ჩვენი გამოცდილება. რა თქმა უნდა, ჩვენს ბევრი სიახლე შევიტყვეთ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისაგან. შესაბამისად, ჩვენ გადმოგვეცა ფორუმის გახსნისას გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის მიერ სპეციალური ჯილდო სიგელი, რომელიც იყო ზუსტად აღნიშნვა და დაფასება იმ რეფორმებისა, რომელსაც ატარებს საქართველოს ხელისუფლება. ფორუმის დასკვნითმა დღემ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრები და დაჯილდოების ცერემონიალიც მოიცვა. ღონისძიებაზე მსოფლიოს 62 ქვეყნიდან 700 ინოვაციური პროექტი იყო წარდგენილი, საიდანაც 4 სხვადასხვა ნომინაციაში 12 საუკეთესო გამოვლინდა. ვუმასპინძლეთ ჩვენს დელეგაციებს და მონაწილეებს იუსტიციის სახლში, გავაცანით იუსტიციის სახლის კონცეფცია, სერვისების მიწოდების ქართული მოდელი, რომელიც საკმაოდ საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა მათთვის. იმის გათვალისწინებით, რომ 100-მდე სახელმწიფოს წარმომადგენელი იყო ჩამოსული მსოფლიოს აბსოლუტურად ყველა კონტინენტი და თითქმის ყველა ქვეყნიდან, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი იმისთვის, რომ ორმხრივი ურთიერთობები გაგვეყრმავებინა და მათ შორის ამას ჰქონდა დიდი მნიშვნელობა არაღიარების პოლიტიკის გამტკიცების კუთხიდან.
2026 წლის საჯარო სერვისების გაეროს ფორუმს საქართველო პირველად მასპინძლობდა. 3 დღიან ღონისძიებაზე ერთხმად აღინიშნა, რომ სახელმწიფო მომსახურების კუთხით გამოცდილების გაზიარება საჯარო სერვისების მდგრადი განვითარების პირდაპირი საძინდარია. Aviakompania Georgian Airways-მა თბილისიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო, რეისები კვირაში 4-ჯერ შესრულდება. ფრენის ხანგრძლივობა 45 წუთია. პირველი რეისი დღეს შესრულდა თბილისი-ბათუმი. თბილისის მიმართულების გახსნასთან დაკავშირებით დედაქალაქის საერთაშორისო აეროპორტში ღონისძიება გაიმართა. დეტალებს ლევან წუწუნავაგი ამბობთ. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ თბილისიდან ბათუმის მიმართულებით ავიარეისი შესრულდა. Georgian Airways-ის თვითმფრინავი დილის 9 საათზე გაფრინდა. ავიაკომპანია დედაქალაქიდან აჭარის მიმართულებით კვირაში 4 სიხშირით ფრენს. როგორც Georgian Airlines გრუპის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, ფრენები ხელშეუწყობს როგორც საქმიან ვიზიტებს, ისე ტურიზმის განვითარებას. ეს იქნება რეგულარული ფრენები და გათვლა არის ის, რომ მოხსენება ზაფხული სეზონია და ტურისტული აქტივობა ძალიან მაღალია, ასე რომ ჩვენ ყოველთვის ფეხს ვადევნებთ ამ მოთხოვნებს. ფრენის ხანგრძლივობა 45 წუთია. თბილისი-ბათუმი თბილისის რეისის გახსნასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ღონისძიება გაიმართა. TAV Georgias გენერალური დირექტორი არ გამორიცხავს, რომ მომდევნო თვეებში ფრენის სიხშირე კიდევ უფრო გაიზარდოს. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ძალიან მნიშვნელოვანია თბილისის და ბათუმისთვის ამ რეისის ამუშავება, იმიტომ რომ მოგეხსენება ტურისტული სეზონი უკვე იწყება ბათუმში, იყო ძალიან დიდი მოთხოვნა. გზავრების შიდა ფრენის დამატებით კმაყოფილები არიან გიორგი ბათლიძე, ბათუმში საქმიანი ვიზიტისთვის გაემგზავრა. ამბობს, რომ Georgian Airways-ის ხშირი მომხმარებელია და ავიაკომპანიის სერვისით კმაყოფილია. ძალიან გამიხარდა, რომ გავიგე რეისის არსებობა, დიდი ხანია ველოდებით, ძალიან მოხერხებულია, რა თქმა უნდა, და ძალიან მადლობელი ვარ, მით უმეტეს, რომ შიდა რეისების არსებობა ორ მნიშვნელოვან ტურისტულ ცენტრს შორის საქართველოში, ალბათ ქვეყნისთვისაც, იმიჯისთვისაც და ყველაფრისთვის კარგი მოვლენაა და მივესალმებით. ფრენები ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათსა და კვირას შესრულდება. თვითმფრინავი თბილისიდან ბათუმში დილის 9 საათზე, ხოლო ბათუმიდან თბილისში 19 საათსა და 30 წუთზე გაფრინდება. პარლამენტში ქართველი მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ეკატერინე გაბაშვილის დაბადებიდან 175 წლის იუბილეისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ნაჩვენები იყო ვიდეო რგოლი, სადაც ეკატერინე გაბაშვილის აქამდე უცნობი წერილები და პუბლიკაციები იყო ასახული. ასევე წარმოდგენილი იყო თეატრალიზირებული ლიტერატურული კომპოზიცია და მოიწყო საგამოფენო სივრცე, რომელიც მის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავდა. საიუბილეო ღონისძიება კულტურის კომიტეტის ინიციატივით გაიმართა და მიზნად პუბლიცისტის მრავალმხრივი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მემკვიდრეობის წარმოჩენას წარმოადგენდა. საქართველოს ისტორიაში არიან ადამიანები, რომელთა ღვაწლი მხოლოდ საკუთარი ეპოქით არიზომება. ისინი თავიანთ დროს ცდილდებიან, ქმნიან სულიერ და მორალურ მემკვიდრეობას, რომელიც მომავალ თაობებსაც უნათებს გზას. სწორედ ასეთ ადამიანთა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ეკატერინე გაბაშვილს. დღეს ხშირად ვსაუბრობთ ქალთა უფლებებზე, თანასწორობასა და საზოგადოებრივ ჩართულობაზე. ეკატერინე გაბაშვილი იმ ადამიანთა შორის იყო, ვინც ამ საკითხებზე მაშინ ფიქრობდა, როდესაც ამის შესახებ საუბარი არც მოდური იყო და არც მარტივი. თუმცა მისი გზა არ ყოფილა დაპირისპირების გზა. მისი ფემინიზმი არ ყოფილა ხმაურიანი ლოზუნგების ფემინიზმი. ეს იყო პასუხისმგებლობის, განათლებისა და შესაძლებლობების ფემინიზმი. ეს იყო დიდი ადამიანი, დიდი მწერალი, დიდი ქალი, რომელიც ძალიან ბევრ პრობლემაზე ერთდროულად მუშაობდა და ამასთან ერთად დღემდე აქტუალურია მისი დანატოვარი და მადლობა მინდა ამ საგანძურისთვის და ამის მოვლაპატრონობისთვის ყველა იმ ადამიანს გადაუხადო, ვინც დღემდე ჩართულია ამ პროცესებში. კულტურის კომიტეტთან ერთად ვარ ამ ღონისძიების თანაორგანიზატორი. ამ იუბილეისადმი ასევე მიძღვნილი არის ის სპეციალური გამოშვება წიგნის, რომელშიც თავმოყრილი არის ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობები და წერილები, რომელიც კიდევ უფრო უკეთ გვაჩვენებს, რა ეპოქაში უწევდა მას მოღვაწეობა. ეს იყო ილიას, აკაკის, ნიკოლაძის და ბევრ სხვათა გამორჩეულ ქართველ მოღვაწეთა ეპოქა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ღონისძიების აღნიშვნა. მოგეხსენებათ შარშან კულტურის კომიტეტის ინიციატივით ასევე აღინიშნა კოტე მაყაშვილის 150 წლის იუბილე, მომავალ წელს არის ასევე მარო მაყაშვილის 125 წლის იუბილე და ჩვენი პოლიტიკა, ჩვენი დამოკიდებულება ამ ოჯახის მიმართ არის შემდეგი, რომ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, პატივი მივაგოთ ამ მართლაც უნიკალური ოჯახის
ხსოვნას ადამიანების, რომელთაც მთელი გული, სული, სიცოცხლე ყველაფერი გაიღეს ჩვენი ქვეყნისთვის. ეს იყო პოზიტივის საინფორმაციო გამოშვება 7 საათზე, მე ხოლმე გემშვიდობებით ნახვამდის.